რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკას მიმდინარე რეჟიმში გულისხმობ ვითარებას აღდგომებს, აღდგომა დახმალეო და აგერ ბატონო. ეკონომიკა აგრძელებს ინერციულ ზრდას და რაიმე სიურპრიზის წინაპირობა, სხვათა შორის არც კლების ან რაიმე დრამატული ზრდის მიმართულებით არ ჩანს. როგორც მოსალოდნელი იყო, წინა სააღდგომოდ გაწყდნენ წელში ბოლომდე ჩვენი ემიგრანტები და ოჯახობებს საქართველოში დიდძალი თანხა გადმოუგზავნეს. ამის დასტური არის მარტში ფულადი გზავნილები 4%-ით გაზრდილი 292 მილიონ დოლარამდე და ეს გრძელდებოდა დარწმუნებული ვარ მთელი აპრილის განმავლობაში. ჯამში დაახლოებით 11 მილიონი დოლარით მეტი არის გადმორიცხული შარშანდელთან შედარებით ემიგრანტებისგან აქაურ ოჯახობებზე და დომინაციაში არის ევროკავშირი და ძირითადად იტალია. მარტის მაჩვენებლებით იმპორტ-ექსპორტში რაც შეეხება ცვლილებებს, მარტში საქართველოს ექსპორტი არის 8%-ით 566 მილიონამდე გაზრდილი, იმპორტი კი 14%-ით საქსტატმა მარტისთვის საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ გასულ თვეში საქართველოს ექსპორტმა ჯამში 566 მილიონი დოლარი შეადგინა და ეს არის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელი. ხოლო რაც შეეხება იმპორტს, იმპორტი უფრო მეტად 14%-ით გაიზარდა და ის გასულ თვეში $1.4 მილიარდ გაუტოლდა. მთლიანობაში კი მარტში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $5.619 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე არის 16.2%-ით მეტი და საქართველოს ექსპორტი $1.400 მილიარდი იყო, რაც წლიურად 5.7%-ით არის მომატებული, ხოლო იმპორტი კი $4.200 მილიონ შეადგენდა და აქ უკვე ზრდა არის 20%-ით. ეს მაჩვენებელი არის 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით გამოანგარიშებული. გალტენთაგარდის შეფასებით კი მიმდინარე წლის მარტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად არის 8.7%-ით გაზრდილი და 300 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ამის შესახებ უკვე გალტენთაგარდის მიერ გამოქვეყნებულ ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვაში ვკითხულობთ, სადაც საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები უკვე დღეს გვეყოლებიან სტუმრად სტუდიაში და მათგან უფრო მეტად, დეტალებში გავილით ამ და ასევე საერთაშორისო ბირჟების საკითხებსაც. ხო, მარტში სხვათა შორის საქართველოს საგარეო ვალი 138 მილიონი დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა და სტატისტიკის თანახმად საგარეო ვალმა 2025 წლის 31 მარტისთვის $8.7 მილიარდ მიაღწია. ეს არის ჩვენი საგარეო ვალი. ვალის მატების მთავარ მიზეზს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ვალის სავალუტო კომპოზიცია ცალსახად. საქმე ის არის, რომ ვალის 2/3 ევროში არის ნომინირებული, ხოლო ევრო ბოლო თვენახევრის განმავლობაში გამყარების მკვეთარ ტენდენციას ინარჩუნებს, ამის გამო დოლარში გამოსახული ვალის მოცულობაც შესაბამისად იზრდება. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა და ისიც ის საქმიანებმა გასული კვირიდან მოყოლებული, რომლის თანახმადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გასაცემი მიკროკრედიტების მაქსიმალური ლიმიტი არის 100.000-დან 200.000 ლარამდე გაზრდილი და ამ ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას უკვე ავრცელებს ეროვნული ბანკი, რომლის თანახმადაც ეს ნაბიჯი არის სექტორის გაჯანსაღების ხელშემწყობი. არსებული მდგომარეობით კი მიკროსაფინანსოების საკრედიტო პორტფელების ჯამური მოცულობა $2 მილიარდ შეადგენს და აქედან სესხების 95% ფიზიკურ პირებზე მოდის, ხოლო კრედიტების რაოდენობა არის ჯამში 899,760. სებისთვის წარდგენილი მონაცემების მიხედვით ამ სეგმენტში ერთი კრედიტის საშუალო ზომა არის 2192 ლარი და რაც შეეხება იურიდიულ პირებზე გაცემულ კრედიტებს, მისი პორტფელი 20 მილიონი ლარი არის, მის სესხებელთა რაოდენობა კი 676, ხოლო ერთი სესხის საშუალო ზომა შეადგენს 29,280 ლარს და შესაბამისად ლიმიტის გაზრდა მიკროსაფინანსოებს სწორედ ამ სეგმენტში მისცემს უფრო დიდი ზომის სესხების გაცემის შესაძლებლობასაც.